ჩემი კუთხის უცნობი ისტორია. ასე ქვია პროექტს, რომელსაც 11 წელია ოზურგეთის კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი საჯარო სკოლების ჩართულობით ახორციელებს. სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა ვერბალურად, სლაიდებისა და ვიდეორგოლების მეშვეობით ჩვენს თვალწინ გააცოცხლეს თავიანთი ქალაქის, სოფლის, გამორჩეული ადამიანების, მოვლენებისა თუ კუთხის ტრადიციების ისტორიები. წელს პროექტში 15-მდე სკოლა ამდენივე თემით იყო ჩართული. პროექტის მიზანი კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებში კვლევითი, შემოქმედებითი, კრეატიული, აზროვნების, ფორმალური და არაფორმალური განათლების უნარ-ჩვევების განვითარება იყო. ჩემი თემა შეეხება გურულების ძველ სააღდგომო თამაშობებზე, როგორიც არის ჭაკუნობა, ცხენბურთი, ფეხგორიე და ასე შემდეგ. ძალიან მომეწონა ყველა წარმონადგენი, ჩემიც მომეწონა, ბევრი რამე ახალი გავიგე და დიდი სამომავლოდ. ძალიან საინტერესო იყო ჩვენი ღვაწლმოსილი პედაგოგი, რომელიც გარდაიცვალა და მაგრამ მაინც შევიდა ნაფეხურები დატოვა და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ნაფეხურები ჩვენ ახალმა თაობამ გავაგრძელოთ და არ დაიკარგოს. რამდენიმე წელია მიმდინარეობს ძალიან საინტერესო პროექტი, ჩვენი კუთხის უცნობი ისტორია. და ჩვენი სკოლაც აქტიურად ღებულობს მონაწილეობას, წელსაც საინტერესო თემით ვიყავით წარმოდგენილი, ეს გახლავთ გურული ქალის პორტრეტი ატატო ბებურიშვილზე და ასევე მონაწილეობს თუ არ ვცდები 12 სკოლა. ძალიან საინტერესო თემები მოვისმინეთ გამოჩენილ ადამიანებზე ჩვენი კუთხიდან და იმიტომ არის გამორჩეული ეს პროექტი, მიმაჩნია რომ მართლაც ისეთ ადამიანებზე ვიგებთ ინფორმაციას და ისეთ საკითხებზე, რომელიც თითქოს მივიწყებულია და მიმაჩნია რომ ამ კუთხით მუშაობა ჩვენს მოსწავლეებთან, ბავშვებთან ძალიან საინტერესოა. დღესაც თუნდაც ძალიან ბევრი უცნობი ადამიანის ისტორია წარმოჩინდა სოფლის შესახებ, ტაძრების შესახებ და ეს საინტერესოა. დღეს წარმოვადგინეთ თემა და უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან პატარები იყვნენ ამ ღონისძიებისთვის. მეხუთე კლასელებმა წარმოადგინა თემა, რომელიც სააღდგომო ძველ გურულ თამაშებს ეხებოდა, განსაკუთრებით ჭაკუნობას. ეს თამაში ჩვენ სკოლაშიც განვახორციელეთ, გავაცოცხლეთ ჩვენი სპორტის მასწავლებლის სერგო რუხაძის დახმარებით და დღეს უკვე პრეზენტაციის სახით წარმოადგინა მოსწავლეებმა ამ ღონისძიებაზე. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ორგანიზატორებს და ჩვენ კიდევ ბევრჯერ მივიღებთ ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობას. დღეს მართლაც საოცარი ისტორიები წარმოადგენს ბავშვებმა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქის და ჩვენი სოფლის უცნობი ისტორიები. მართლაც სიღრმისეულად ჰქონდათ გამოკვლეული, მოძიებული და ჩვენამდე მოტანილი თავიანთი ნაშრომები. არ შემიძლია მადლობა რო არ უთხრა ბავშვებს, სკოლის პედაგოგებს და სკოლის დირექტორებს, რამე თუ აუცილებელია ჩვენ ყველამ ერთად, ბავშვებთან ერთად ვიცოდეთ ჩვენი ქვეყნის წარსული და ჩვენი ქვეყნის უცნობი ისტორიები.